ეზოთერიზმი არის ტერმინი, რომელიც მოიცავს საიდუმლო, მისტიკურ ან ფარულ სწავლებებს, რომლებიც მხოლოდ რჩეული ჯგუფისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ერთი კონკრეტული რელიგია ან მიმდინარეობა, არამედ მთელი რიგი ტრადიციების ერთობლიობა, რომლებიც საერთო იდეებით არიან გაერთიანებულნი. ტერმინი ეზოთერიზმი ბერძნული სიტყვიდან ეზოთერიკოს მომდინარეობს, რაც შინაგანს ნიშნავს. ის პირველად ანტიკურ ხანაში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში გამოჩნდა და გულისხმობდა ისეთ სწავლებებს, რომლებიც მხოლოდ შიდა წრისთვის იყო ცნობილი, განსხვავებით ეგზოთერული, გარე სწავლებებისგან, რომლებიც საზოგადოებისთვის ღია იყო. ეზოთერული იდეების ფესვები ძალიან შორეულ წარსულში, ანტიკურ ხანაში უნდა ვეძებოთ. მის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჰერმეტიზმმა, ძველეგვიპტური და ბერძნული სწავლებების ნაზავმა, რომელიც ღმერთ ჰერმეს ტრისმეგისტერს მიეწერება. ჰერმეტიზმი მოიცავდა მაგიას, ასტროლოგიასა და ალქიმიას. აგრეთვე გნოსტიციზმი, ადრეული ქრისტიანული სექტა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფარული, მისტიური ცოდნით, გნოსისით. აგრეთვე იყო ნეოპლატონიზმი, ფილოსოფიური სკოლა, რომელიც პლატონის იდეებს ეფუძნებოდა და სამყაროსა და ღვთაებების შესახებ ღრმა, მისტიკურ შეხედულებებს ანვითარებდა. შუა საუკუნეებში ეს ეზოთერული იდეები შეერწყა სხვა ტრადიციებს, როგორიცაა კაბალა, ანუ ებრაული მისტიციზმი და ალქიმია. რენესანსის ეპოქაში ჰერმეტული და სხვა ანტიკური ტექსტების ხელახალმა აღმოჩენამ ამ მიმდინარეობებისადმი ინტერესი კვლავ გაზარდა. მე-16-მე-19 საუკუნეებში ეზოთერიზმმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, რასაც ხელი შეუწყო შემდეგმა მოვლენებმა. მასონობა და როზენკროიცერობა, საიდუმლო საზოგადოებები, რომლებიც ეზოთერულ ცოდნასა და რიტუალებს ეფუძნებოდნენ. აგრეთვე იყო ოკულტიზმი, რომელიც მე-19 საუკუნეში გაჩნდა და მოიცავდა ისეთ პრაქტიკებს, როგორიცაა მაგია და სპირიტუალიზმი. აგრეთვე თეოსოფია, მოძრაობა, რომელიც მისტიციზმსა და აღმოსავლურ რელიგიებს აერთიანებდა. მისი ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ალბერ პაიკი და ნატალია ბლავატსკა. დღეს ეზოთერიზმი მოიცავს უამრავ მიმდინარეობას: ასტროლოგიას, ტაროს, ბარათების, იოგა, ენერგეტიკული მკურნალობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციები სხვადასხვა კულტურიდან და დროიდან მოდის, მათ საერთო ძაფი აკავშირებთ. რწმენა, რომ არსებობს ფარული რეალობა, რომლის შეცნობა და გაგება მხოლოდ შინაგანი სულიერი განვითარებით არის შესაძლებელი. ეზოთერიზმი მუდმივად ვითარდებოდა და იცვლებოდა, ითვისებდა სხვადასხვა კულტურის ელემენტებს და ერგებოდა ახალ ეპოქებს, მაგრამ მისი მთავარი იდეა, ფარული ცოდნის ძიება, უცვლელი დარჩა.